გამარჯობათ მეგობრებო, შეგახსენებთ საკუთარ თავს, ლეილა, გთხოვთ რომ გადახვიდეთ ჩემს YouTube არხზე, გამოიწეროთ, გაუზიაროთ მეგობრებს, დაალაიქოთ, დააკომენტაროთ და დააფიქსიროთ თქვენი აზრი. მაშ დღეს გვექნება საუბარი მთვარეზე, ასტროლოგიაზე და როგორ ხასიათდება, ჯერ ას განაგებს მთვარე, მერე როგორ ხასიათდება თითოეულ ნიშანში და როგორი ინტერპრეტაცია უნდა მივცეთ პირად რუკაში. რა თქმა უნდა, ეს იქნება მხოლოდ მთვარის ნიშნებში განხილვა, იმიტომ რომ მისი ასპექტირება სხვადასხვა პლანეტებთან, ნიშნებთან კიდე სხვა ელფერს აძლევს შესაბამის პირადი რუკის მფლობელს, ასე ვთქვათ. მაშ დავიწყოთ. მთვარე ზოგადად გვიყვება ადამიანის ფსიქიკის შესახებ, როგორ აღიქვავს ის საკუთარ თავს, როგორ აღიქვავს ის სხვა ადამიანებს, გარემოს, მოვლენებს, რა არის მისი პირველი რეაქცია. ასევე მთვარე გვიყვება ქალის შემთხვევაში თუ როგორი მეუღლე იქნება და როგორი დედა იქნება. მამაკაცის შემთხვევაში ის გვიყვება პარტნიორის შესახებ. და რაც შეეხება ზოგადად მთვარეს კიდევ გვიყვება როგორ აღგზარდა დედამ, ბებიამ, ანუ ვინც ქალის ფიგურა, რომელმაც ჩვენს ცხოვრებაზე დიდი კვალი დატოვა, ანუ ძალიან იმოქმედა, აღგზარდა და ეს აუცილებლად ქალის ფიგურაა. ხო, ანუ ძირთად დედაზე მიგვითითებს, მაგრამ თუ ვიღაც შეიძლება დედა ყავს გარდაცვლილი, ან არ ყავს გარდაცვლილი, უბრალოდ სხვასთან, ანუ სხვა ქალთან იზრდებოდა, ხო? ბებია იქნება, მამიდა იქნება თუ სხვა. მაშ ასე შევუდგეთ საქმეს განხილვას, სხვადასხვა ნიშნები, როგორ წარმოდგენ საკუთარ თავს. მთვარე ლომში. მთვარე ლომში არიან ადამიანები, რომლებსაც უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. რომელიც კაშკაშებს, რომელიც აუცილებლად თვალში მოგხვდება, აი მე ვარ, ამბობს მე ვარ, მე აქ ვარ. არიან ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ ყველაფერი ლამაზად შეფუთული ადამიანები, ლამაზად შეფუთული საგნები და ასე შემდეგ. მათ ყურადღებას უმალ იქცევს. თვითონაც აქვს ეს ნიჭი, რომ კარგი მარკეტოლოგები გამოდიან ხოლმე, იმიტომ რომ კარგად შეუძლიათ ეს წარმოჩენა ამ ყველაფრის. შეიძლება შიგნით რადევსე ცალკე თემა არის, მაგრამ ანუ მაქსიმალურად მომხიბვლელად შეუძლიათ რომ გამოაჩინონ ეს ყველაფერი. ასევე რა ვიცი, რამდენად სწორი გამოთქვა, გულით კეთილი ხალხია ხოლმე მთვარე ლომში ვინც არის. თუმცა ძალიან ამბიციურები არიან და შეიძლება ეს ამბიციურობა აბსურდამდეც კი დავიდეს. და ამ იმაში შეიძლება უბრალოდ, ხო, ძალიან კონტროლის მოყვარული ხალხია ხოლმე მთვარე ლომში და ეს ძალიან შემაწუხებელი შეიძლება იყოს რა. შესაბამისად ამისა, აი ამ მხრივ სამუშაო არის ნამდვილად. ძალიან მთვარე ლომს ძალიან კარგი სცენაზე დგომის ნიჭი აქვს ზოგადად და შეუძლია რომ კარგად წარმართოს თავისი გამოსვლები, ასე ვთქვათ. მოკლედ, როგორც იცით, ვიდეოებს წერ წუთობრივად, შესაბამისად, თქვენ ისნებავთ აქ შევწყვიტავ ამ ნიშანზე და ანუ ამ განლაგებაზე ძალიან ბევრის ლაპარაკი შეიძლება, უბრალოდ აი აქ შევწყვიტავ თქვენ ისნებართვით და სხვადასხვა დროს კიდევ ვეცდები რომ შევეხო ამ საკითხებს, ხო?